მოდით მეგობრებო მოვამზადოთ პასკისთვის საჭირო სუნელები წინასწარ სანამ თობას დავიწყებთ. ეს არის მუსკატი, ანუ იგივე ჯავსი, ეს არის ილი, დაფქვილი, დარიჩინი, მიხაკი და მე ვაკეთებ ლაიმით, ლაიმი უნდა გავხეხო კარგად კანიანად, მიყვარს რბილობს ან წვენსაც ვაკეთებ, მე ამ ყველაფერს ერთად ჩავყრი, ერთი სუფრის კოზი მაქვს გათვალისწინებული და შემდეგ ვფარავ, აი კანი რო ჩაიყრება ლიმნის, კონიაკით. რამდენიმე დღით ადრე ვაკეთებ, მე ვაპირებ რომ 3 დღეში დავიწყო პასკების გაკეთება, ცოტა ადრე მინდოდა დამეყენებინა, მაგრამ მოუცველობის და გამო ისე მიწევს მოკლედ. ეხლა ყველაფერს გავამზადებ და გაჩვენებთ. ესე იგი, გავამზადე ახლა მე აქ ეს ლაიმი. ხა დავიწყოთ სუნელების ჩაყრა. ეს არის ჯავსი, ანუ იგივე მუსკატი. ესეც არის მიხაკი. გიშდები როცა ცხობის დროს. კი, მოდი. ცხობის დროს არის სასწაულის სუნი აქ მე ხალი მინახია, მაგრამ ხალმა რო ყველაფერი იცოდეს, ასეთი მე არ მინახია. ხა მაგაზე იყო აი ეს კალპატონიაო. აგერო ბზანდება. ეხლა უყურებდი შორიდან, მაგრამ გულმა არ მიმასა დამანება თავი და მაინც ახლოს გამოვაცხადე. რა ქნასია. გამოყვედი სიტყვაში და წაყვედი. დარიჩინის დამატება შესაძლებელია ყველაფერზე დაშიც გიყვართ საკონდიტრო ნაწარმში, იმიტომ რომ ვისაც უყვართ ერთ სასარგებლოც არის და მეც მეორე საოცარი სურნელი და გემრიელია. ნუ აგემრიელებს. ამას ავიღებ აი ესე. ესე. და ცოტა სკითი. იმიტომ რომ დარიჩინზე გიშდები. დარიჩინი უნდა იყოს კარგად. აი ხლა მოვურიოთ ამ ყველაფერს. და ეხლა ჩემი მეუღლე დამითმობს მისი კოლექციიდან ერთ-ერთ კონიაკს, რომელსაც დავამატებ აი ამ ნაზავში. ესეც ასე დამითმო ჩემი მეუღლე კონიაკი ვიდეოში კი. და ეხლა მოვფაროთ. ბევრი არ მჭირდება. მოიფარა. ამას მე გადავწურავ. მორჩა. აი ამდენი დავასხე. თუ თქვენს მსგავსად აკეთებთ ან რაიმე განსხვავებული რეცეპტი გაქვთ, გამიზიარეთ კომენტარში.